გამარჯობა, მე ვარ ლიკა ლორქიფაინძე, ილიონის სტუდენტური მოძრაობის წევრი. მოკლედ მინდა ვთქვა, რომ დიდად თავი არ შეგაწყინოთ. ესე იგი 200 დღეა უკვე ეს პროცესი მიმდინარეობს და რა სცადეს მართლა. ჯერ გაზით გუდავდნენ, გვცემდნენ, გვირტყავდნენ, გვიჭერდნენ, მერე ჯარიმებზე გადავიდნენ. და ეხლა უფრო მძიმე რაღაც რეპრესიული ტალღა წამოვიდა დაჭერების. ნუ როგორც სათიამ აღნიშნა, ძალიან ცუდიც არ არის. მით უმეტეს, როდესაც ტელევიზიით უყურებ და თვალსადევნებ იმას, რომ ხალხი არ ჩერდება და მუხტი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო იმატებს. მით უმეტეს, ეხლა მთავარი ამათვის ის არის, რომ შეგვაშინან რა და ძალიან კარგი არის ის, რომ ჯერ კიდევ ვდგავართ და ვანახებთ იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვერანაირად ვერ შეგვაშინებენ. და მათ ყოველ ესეთ ქმედებებს, ესეთ ბოროტულ რაღაც ბოროტულ ქმედებებს მოყვება ჩვენგან უფრო მეტი მუხტი. და უფრო მეტად დავანახებთ, რომ ვერაფერსაც ვერ აგვიგრძალავენ, ვერც აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ვერ შეგვზღუდავენ ვერანაირად და დავანახებთ მართლა ბოლომდე დაუმორჩილებლობას. სამი დღის წინ მათედევიძე გაუშვეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში და ეს მათი დაკავებული იყო 19 ნოემბერს. მაშინ რუსთაველზე ვიდექით უამრავი ხალხი, ძალიან ბევრი და პოლიტპატიმრებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტელევიზიით ნახონ ის, რომ ისე ძალიან ბევრი ვდგავართ და ძალიან ბევრი ვცდილობთ მათ გამოყვანას და აუცილებლად გამოვიყვანთ კიდევაც. და მეც მინდა რომ ნოემბრის და დეკემბრის ხალხს მოვუწოდო, რომ სახლში დარჩენის დრო არ არის, მუხტს ელოდებით, მუხტი იქნება, მთავარია გამოხვიდეთ გარეთ და იდგათ ჩვენს გვერდით. იმიტომ რომ ბიჭები 60 მეტი პოლიტპატიმარი ციხიდან გამოსაყვანი ყავს და აუცილებლად გამოვიყვანთ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, დამხობა რეჟიმს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. ჩემგანაც მოკითხვა ლაჟს, ანუ თორმეტი და ძალიან კარგად დავისვენე.